პირველების ინფორმაციით სულ რამდენიმე წამის წინ დასრულდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალის ოფიციალურად წარდგენა. გულბართ ცხილაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორმაგ ჯაშუშობას ედავება. მას რამდენიმე საათში უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც მოსამართლემ უნდა იმსჯელოს მის აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. სწორედ სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი ღია და საზოგადოებისთვის გახსნილი იქნება თუ არა ეს სასამართლოს ხდომა. ამავდროულად საინტერესოა დარღვევს თუ არა დუმილს გულბართ ცხილაძე სასამართლო პროცესზე. პირველების ინფორმაციით ის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. პირველების ინფორმაციით ირანის საელჩოს ოფიციალურ წერილში პირდაპირ ეწერა, რომ გულბართ ცხილაძე ტელეკომპანია ობიექტივიდან მიწვეული იყო ირანში, თუმცა უფლებადამცველი განმარტავს, რომ ეს მიწვევა რამდენიმე დღის წინ მიიღო გულბართ ცხილაძე. მის ირანში უნდა წასულიყო როგორც ერთ-ერთი ჟურნალისტი, სამი ჟურნალისტიდან ერთ-ერთი იყო გულბართ ცხილაძე, რომელსაც ეს მოწვევა მიუვიდა, თუმცა ადვოკატი განმარტავს, რომ ვერ მოახერხა დაკავებიდან გამომდინარე ცხილაძემ ირანში გამგზავრება, ის ჟურნალისტური საქმიანობისთვის მიდიოდა ირანში. საინტერესოა, რომელია ის ორი ქვეყანა, რომლის ჯაშუშობასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხილაძეს ედავება. უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ ეს სწორედ ერთ-ერთი შესაძლოა ირანი ყოფილიყო. წინა შეხვედრაზე არ აღიარებდა ბრალს და დარწმუნებული ვარ, ეგრე იქნება. რაც შეეხება დეტალებს, ახლა ამ ეტაპზე ვერ მოგიბაძებს. რომელია ორი ქვეყანა, რომლის ჯაშუშობასაც ედავებიან თქვენს დასაცავ პირს? ვერ გეტყვით, რომელი ორი ქვეყანა ამ ეტაპზე. თვითონ უსაფრთხოების სამსახურმა თუ უნდა დაასახელოს ეს ქვეყნები, მე ამ ეტაპზე თავ შევიდავ. კი, შესაძლოა იყოს ერთ-ერთი, კი, ანუ არ ყოფდა, არ დადასტურებს, კი ბატონო. ობიექტივმა რაღაც სიუჟეტი გამოაქვეყნა ირანის თემასთან დაკავშირებით და უკმაყოფილო იყო ირანის ელჩი რამდენადაც, ანუ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა. ამასთან დაკავშირებით ობიექტივ შეთავაზა, რომ თქვენი რეპორტერთა ჯგუფი ჩემი დაფინანსებით ჩავიდნენ ირანში და ადგილზე ნახონ სიტუაცია და გააშუქონ და ერთ-ერთი ობიექტივმა რომ გამოყო ჟურნალისტთა ჯგუფი, ერთ-ერთი იყო ბატონი გულბართ. და ირანის ელჩის დაფინანსებით კი ბატონო მიდიოდა, მაგრამ დაკავება მოხდა და ვერ ჩავიდა. შესაძლოა ერთ-ერთი დაკავების მიზეზი ეგ ყოფილიყო. ახლა ირანში იყო მიწვეული. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია მეორე ქვეყანა იყოს ირანი? კი, შესაძლოა იყოს რუსეთი, შესაძლოა იყოს ირანი, შესაძლოა გერმანია. არის გარკვეული სახის ვიდეო ჩანაწერები, არის წერილობითი მტკიცებულებები. ვერ ვილაპარაკებ ახლა, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით რა ერთნიშნელოვნად რომ იმ მასალებით რაც საქმეში და ვერანაირად ვერ მტკიცდება და ვერ დასტურდება, რომ რაიმე ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა ქვეყნის წინააღმდეგ. საჯაროდ ამბობდა ყველაფერს, კონფერენციებს მართავდა რუსეთ საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება უნდა და აქ რამე ჯაშუშური იყო, ახლა დაეკავებინათ მაშინ. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კაცის ახლო გარემოცვა ამ ბრალდებას უარყოფს. დილიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ცხილაძის მეგობრები იკრიბებიან, აქ შეკრებილი ადამიანები, მათ შორის ის ადამიანები, ვინც გულბართ ცხილაძეს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ წლების განმავლობაში აქტიურად იყვნენ ისინი ქართული ოცნების მხარდამჭერები, მეტიც აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებაში სწორედ მათი ჩართულობით მოვიდა ქართული ოცნება და ამბობენ, რომ ისინი ვერ მალავენ გაოგნებას ამ ბრალთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ ეს არის აბსურდული და ფიქრობენ და პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ქართულმა ოცნებამ გამოიყენა იმისთვის, რომ სხვა აქტუალური თემები გადაიფაროს. მთელი აგენტურა აი ამ შენობაშია ჩაბუდებული. უცხო ქვეყნებზე ვინც მუშაობს რუსეთის სპეცსამსახური, ყველაზე ვისაც თავისი ინტერესი გააჩნია. ეს ხელისუფლება ცდილობს თავისი ქონების თავისი მატერიალურად უკვე ჩვენგან ამოღებული სარგებლის შენარჩუნებას. დგავს ძალიან ფატალურ, ძალიან სერიოზულ შეცდომებს. აგონიაშია ეს მთავრობა, აგონიაშია მთელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც შეცდომაზე უშვებს. როგორ დამთავრდება? მე ვფიქრობ ძალიან ცუდად დამთავრდება. ეს არის გადაფარვის დასავლეთთან, ესე იგი რომ თლად რუსეთუმეები არ არიან და რუსოფილები არიან. ამეს პროდასავლელებს, რომ იქიდან მათი ინტერესი არის, რომ ფული არ წაართვა. უყურებ ამ სიტუაციას და ძალიან მედარდება, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების მტერი არა ვარ, პირიქით მოყვარე ვარ ამ ხელისუფლების. დიდი წვლილიც მიმიძღვის იმაში, რომ ეს ხელისუფლება არის სათავეში და ისეთი ადამიანები, როგორიც არიან სახელმწიფოებრივი შეგნების, როგორიც არიან ქვეყანაზე მოამაგე, ქვეყანაზე მზრუნველი და კონკრეტული ღვაწლის
მქონე ადამიანები არ შეიძლება ასე გაიმეტო რაღაცა სპექტაკლისთვის, რომ ვიღაცა დასავლეთს თუ ეპშტეინს დაანახო, რომ აი აგერ ვითომ პრორუსულ ხალხს დავერიე მეო და ამას ზოგადად როცა ქვეყანაში ასეთი უსამართლობა არ მოყვება კარგი ამბები. გულბართ რცხილაძეს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორმაგ ჯაშუშობას ედავება. დღის განმავლობაში ჩაინიშნება სასამართლო პროცესი და ცნობილი გახდება გულბართ რცხილაძის პოზიცია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.